განხილვა. ფინანსური რევიზია სამგორის გამგეობაში საკრებულოს კომისია თბილისის ობის დღესასწაულისთვის გაწეული ხარჯების კანონიერებას შეისწავლის. საქმე რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, რომლის თანახმადაც გამგეობამ ღონისძიების გამართვის უფლება ახლად შექმნილ კომპანიას ტენდერის გარეშე მისცა ამ კომპანიის გამგებლის მეუღლის ბიზნეს პარტნიორს ეკუთვნის. აღმოჩნდელი მოთხოვნით კომისიას თავად სამგორის რაიონის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა მიმართა, როგორც ის განმარტავს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია მოითხოვს საქმე პროკურატურამ გამოიძიოს და გამოძიების დასრულებამდე გამგებელს უფლებამოსილება შეუჩერდეს. გაუფორმა ხელშეკრულება იმ კომპანიებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ საერთოდ ჩაეტარებინათ ჩვენ რაიონში თბილისის ობის დღესასწაული და მოეხდინათ ამის ორგანიზება. რაც შეეხება ტენდერის გარეშე გამოცხადებას, ჩვენ გვაქვს ცენტრალური ხელისუფლების დადგენილება, რომელიც იქიდან გამომდინარე, რომ გვიანდებოდა ძალიან ბევრი რამე, ჩვენ მოგვეცა უფლება ტენდერის გარეშე პირდაპირ შესყიდვით გამოხორციელებინა ეს შესყიდვა. ჩვენ გამივიღეთ ეს გადაწყვეტილება, შეხვედრი სულ გააკეთა ასევე სამგორის რაიონის გამგებელმა. აქედან გამომდინარე, ახლა მე უკვე შევქმნით ჯგუფი, რომლებიც შეისწავლიან ბატონ ჩოქურს უნდა მიემართა არა სარევიზიო კომისიის, არამედ პროკურატურისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ქმედება აშკარად შეიცავს კორუფციის ნიშნებს. ამას ყველაფერს სჭირდება საფუძვლიანი გამოძიება და აუცილებელია, რომ გამოძიების დასრულებამდე ბატონ ჩოქურს უფლებამოსილება შეუჩერდეს.